მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ალექსი, თქვენ ხართ Dream Chasers-ის არხზე. დღეს გვყავს ესეთი Jeep კომპასი, რომელიც ჩვენ ჩამოყვანილი, აღდგენილი და დასრულებული ზუსტად 20 წუთის წინ. თუ გაინტერესებთ, რას ვაკეთებთ და საიდან არის ეს მანქანა და რა ისტორია გამოიარა, გადადით არხზე, თუ პირველად უყურებთ ჩვენს ვიდეოს, გადადით არხზე და ნახავთ ამ მანქანას და სხვა მანქანების პროექტებს ბევრს. რაც შეეხება ამ მანქანას, 2017 წლიანი Jeep კომპასი არის 4/4-ზე, 2.4 ძრავით. რატო ვახსენე 4/4-ზე? ამ მანქანებს აქვს განსხვავებული კომპლექტაციები, როგორც ყველა დანარჩენ მანქანას და თან განსხვავება იმაშიც არის, რომ რამდენად მაღლა დგას ასფალტისგან რა, ანუ კლირენსის დონეც განსხვავებულია რა. წინაწამყვანი არის 2 სანტიმეტრით დაბალი ამ ვერსიაზე, 4/4-ზე ყავს ეს და ეს 2 სანტიმეტრით მაღალი არის წინაწამყვან ვერსიაზე და არის ასევე Trailhawk ვერსიები, რომელიც კიდე 2 სანტიმეტრით მაღალია ამ მანქანებზე. რაც ახლა ყავს ჩვენ. ეს არის ყველაზე საშუალო მოდელი, არის ზედმეტად დიდი კომპლექტაციაა და მდიდარი და არც ყველაზე საბაზისო. დისკები აქვს შეცვლილი და ეს დისკები არ მოყვება ხოლმე და ვიზუალურ მხარეზე საუბრისას უნდა ვახსენო, რომ ეს დისკები ყველას არ მოყვება და განსხვავებული არის. რაც შეეხება ჩვენს კომპლექტაციას, ლიმიტედი არ არის, მაგრამ ლიმიტედისგან გვაქვს მოპარული აი ეს ელექტროსავარძლები. დანარჩენს აქვს ხელით გასწევი, მგზავრის სავარძელიც ხელით არის სამწუხაროდ, რაც შეეხება ზომებს და გაბარიტებს. საკმაოდ სასიამოვნო ჯდომი მაქვს ახლა ამ მანქანაში, საერთოდ ანუ ბევრი ადგილია, შემიძლია როგორც მინდა ისე ვიჯდე. საჭე გვაქვს ცოტა სქელი ჩვეულებრივ მანქანებთან შედარებით და ეგეც მომწონს, ანუ კომფორტულად დევს ხელი. ამ საჭეს აქვს გათბობაც, სავარძლებსაც აქვს გათბობა. უბრალოდ ცუდ ადგილას არის დაყენებული ეგ და უნდა ეძებო რა კლიმატში, ანუ კნოპკა არ არის და კლიმატში უნდა შეხვიდე, სენსორულ ეკრანს დაადო ხელი და მოკლედ 1000 რაღაცა. ჯერ არ დავქოქავ, გაჩვენებთ. აი ეს დისპლეიც განსხვავებულია დანარჩენ მოდელებთან შედარებით. ესეც ლიმიტედისგან გვაქვს მოპარული. ჩვეულებრივ ყველაზე დაბალი ვერსია რაც არის. მაგას აქვს აი კალკულატორივით არის აი ეს პატარა ეკრანი, რომელიც ნუ ეგეც ინფორმაციულია. ეგეც ინფორმატიულია ის ეკრანი, მაგრამ ნუ ეს ლამაზად არის და უფრო სასიამოვნო საყურებელია. სპიდომეტრი ჩემი აზრით უნდა იყოს ლამაზად მორთული და ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს, რადგან რული, სალონი და სპიდომეტრი ხო ყოველთვის თვალში გვაქვს და ნუ სასიამოვნო არის, როდესაც კარგად არის დახვეწილი და ნაფიქრალია რა შენს თვალზე, არ გიჭრის თვალს. ეხლა მე კომფორტულად ვიჯექი, როგორც გითხარით, წინ საჭესთან. უკანაც, ნუ აი საკმაოდ დიდი ადგილი არის იმისთვის, რომ დაждდე და კომფორტულად იმგზავრო დიდ დისტანციებზეც არ მგონია, რომ პრობლემა შეგიქმნას. აი ხა დავჯდები. ერთადერთი რაც აქ არ მომწონს არის სავარძლის პოზიცია და აბა ეხლა ვნახოთ, არა, ეს არ იცვლება, ანუ ერთ პოზიციაში არის, აუტბექი ყავს სხვათაშორის გადაღებული და იმას გქონდა გადასვლები. სხვათაშორის Honda Fit-აც აქვს, რომელიც ყველაზე დაბალი კლასის მანქანა არის რა, ეკონომ კლასია და იმასაც კი აქვს რა ეს კომფორტი და აი ეს ცუდი იყო. აქაც ნუ კომფორტულად ვზივარ ახლა. მაღლაც არის ადგილი, ზურგზე ცოტა არა კომფორტულად ვარ, იმიტომ რომ ზედმეტად სწორად ვზივარ, მაგრამ ნუ არ მგონია რომ რაღაცა პრობლემა შექმნას, იმიტომ რომ მაინც და მაინც საჭესთან ვიჯდები ან წინ, ალბათ. თუ სადმე გრძელ გზაზე ვიარეთ. ზომებს რაც შეეხება და გრძელ გზაზე წასვლას, საბარგულის გარეშე ეს მომენტი შეუძლებელია რომ გავიაროთ და საკმაოდ დიდი საბარგული აქვს. მართლა კომფორტულია, შეგიძლია ჩატიო რაღაცები. ჩვეულებრივი ქალაქის ზომის საშუალო SUV არის, crossover-ი, რომელიც ქალაქშიც გატარებს და თუ საჭირო გახდა რომ ასფალტიდან გადახვიდე, მანაც არ მგონია რომ შეგაწუხოს და რაღაცა პრობლემები შეგვიქმნას. მით უმეტეს ეს ვერსია რა. წინაწამყვანი ცოტა უფრო დაბალია და შეიძლება მოსდო სადღაც, მაგრამ Trailhawk-ი ხო, კი და კი იმისთვისაა შექმნილი, რომ იარო აი ესეთ ადგილებში და პრობლემა საერთოდ არ უნდა შექმნას. Spider-Man. ესე იგი, რაც შეეხება აქ ტარებას და აქვე გეტყვით, რომ ტარებასთან არ დაკავშირებული კი რა თქმა უნდა. ფარები დიდად არ მომწონს. არის LED ფარებიც, რომელიც ბევრად უკეთესია, როგორც ყოველთვის ეს ჰალოგენებია და დიდად კარგი ნათება არ აქვს. ვიზუალურადაც მთლად ლამაზი არ არის. შეგიძლია LED-ი დააყენო და ხაზიც აქვს და თვითონ თვალიც. სიარულისას რბილია საკმაოდ, ანუ თლად ყველა ჩავარდნა და გზის უსწორმასწორობა არ იგრძნობა. ჩუმია თქო ვერ ვიტყვი, ანუ შემოდის ხმა, მაგრამ ესეთი კლასის მანქანას არ უნდა მოთხოვო. დიდად ეს ხმის იზოლაცია და რაღაცები, კი კომფორტული იქნებოდა და მე ბევრად სასიამოვნო, ცოტა უფრო ჩუმი ყოფილიყო, მაგრამ არ არის.
რას ვიზავთ. აუდიო სისტემასაც რაც შეეხება, ეხლა საბაზისო ვერსია აუდიო სისტემის მხრივ და Bose-ის აუდიო სისტემა არ გვაქვს აქ. Trailhawk-ებს აქვს ხოლმე და Renegade ყავდა Bose სისტემით და დიდად განსხვავება აქვს თქო ვერ გეტყვით, მოგატყუებთ. რა ვიცი, მანქანა არის იმისთვის, რომ უბრალოდ დაждდე, A-წერტილიდან B-წერტილამდე მიხვიდე და თუ A-წერტილიდან B-წერტილამდე სიარულისას გზამთლად კარგი არ არის, მაგასაც გაუძლებს ჩვეულებრივ და ეგ მომწონს ამ მანქანაში. კომფორტული სატარებელია, მაღლაზე ხარ, ანუ ყველაფერი ჩანს, ეგეც აღსანიშნავია, რომ ანუ ბრმა წერტილები აქვს ხოლმე ყველა მანქანას, მაგრამ აქ ჩვეულებრივ დავდივარ, არ მაქვს არანაირი პრობლემა, ვხედავ თუ რაღაცა არის და ისე არ არის, რომ დისკომფორტი მაქვს და ესე თავი უნოვატრიალო, რომ მივხვდე ვინმე გადადის თუ არა რა. ბრმა წერტილებს რახან მივადექით, სარკეებში აქვს კი ბრმა წერტილი, გასწრების სენსორებიც არ გვაქვს ამ ვერსიაში და ხანდახან გიწევს, რომ ესე გადაიხარო, რომ ნახო რა, მოდის თუ არა ვინმე, მაგრამ ნუ ეგ ნორმალურია. ხდება ხოლმე ეგრე და უფრო მაღალ კომპლექტაციებს აქვს ხოლმე გასწრების სენსორები და ეგ ძალიან მაგარი. თუ გაქვთ შესაძლებლობა, რომ მაღალი კომპლექტაცია აიღოთ და უფრო მდიდარი კომპლექტაცია აიღოთ, აუცილებლად აიღეთ, იმიტომ რომ არინანებთ, ანუ მანქანა გინდათ, კუზავო მოგწონთ, სალონიც მოგწონთ, მაგრამ ერთ კვირაში და ორ კვირაში უკვე როდესაც მოიბეზრეთ ამ ყველაფერს, მე უკვე კომპლექტაცია გისწორებთ რა, ესე ვიტყვი. იქ აუდიო სისტემა გაგისწორდება, ცოტა უფრო სუბთახმარო ექნება, იქ ვიზუალურად ცოტა პატარა განსხვავებებიც მოგეწონება და ნუ გააჩნია ეხლა როგორი ტიპი ხარ და რა მოგწონს და რა გინდა მანქანისგან, მაგრამ მაინც ეხლა აღსანიშნავია. ჩემთვის პირადად კომპლექტაცია ძალიან ბევრს ნიშნავს და მხოლოდ კუზაო და ტარება და A-წერტილიდან B-წერტილამდე მისვლა აღარ მაკმაყოფილებს და მინდა რომ კომფორტულად ვიარო და ცოტა განსხვავებული მანქანა მყავდეს. ეს იყო ჩვენი მიმოხილვა, მეც თქვენს დროს აღარ დავკარგავ, თუ მანქანის ჩამოყვანა გინდათ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, დაგვირეკოთ, ან ნუ ვერ დაგვირეკავთ, Instagram-ზე მომწერეთ. აღწერაში იქნება Instagram-ები და თავისუფლად შეგიძლიათ რომ დაგვიკავშირდეთ და მანქანასაც ჩამოგიყვანთ. იაპონია იქნება ეს ამერიკა თუ კორეა, არ არის პრობლემა არანაირი. ასევე 4-ვე წამყვან მანქანებს აქვს აი ესეთი კონტროლის ღილაკი, ასე ვთქვათ, რომელიც რეჟიმებს გვარჩევინებს და შეგვიძლია ავირჩიოთ თუ რა ზედაპირზე გვიწევს მოძრაობა. Trailhawk-ებს კიდევ ერთი რეჟიმით მეტი აქვს და მაგას მე Renegade-ის მაგალითზე გაჩვენებთ.